დღეს სხვანაირი გაგებით ხმარობენ ამ სიტყვას. აი დღევანდელი თანამედროვე გაგებით თავისუფლება თითქოს არის, რაც მოგინდება იმის გაკეთება. აი ახლა ამ ეპისტოლეში აი არაჩვეულებრივად აყალიბებს პატრიარქი, რომ ორნაირი მიდგომა არსებობს თავისუფლების, სულიერი და ფიზიკური. სულიერი არსებობა ადამიანისა არის მარადიული და დაუსრულებელი, ხოლო ფიზიკური ჩვენი არსებობა არის დროებითი და მიწიერი. ხო და წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება სულიერებას მატერიალური გაუტოლდეს. ამიტომაც აი ნამდვილი თავისუფლება, მე ჩვენ განსაკუთრებით მეცნიერულ სიტყვაობასაც მოგახსენებთ, არის სულიერი თავისუფლება, როცა შიგნით ახარ შენ და რისგან თავისუფალი დაუკვირდით თავის უფალი. ცოდვებისგან ახარ თავისუფალი. აი ადამიანმა რომ 64 დაკარგა, ცოდვათა ტყვე გახდა, ანუ მონა ცოდვისა. ხო და თავისუფლება არის როგორ განთავისუფლდი ამ ცოდვებისგან. აი ვინც ამას აღწევს ქრისტიანული ცხოვრება, ქრისტეს გარეშე შეუძლებელი. იმიტომ რომ მხოლოდ ქრისტემ გაანთავისუფლა ცოდვათაგან ადამიანი. მოდი ახლა წავიკითხოთ ჩვენი უწმინდესის ილია მეორის ეს განსაკუთრებული და გამორჩეულად ღრმა აზროვნება და კიდევ ერთხელ დავიმუხტოთ იმ სიბრძნითა და ქრისტიანული აზროვნებით, რომლითაც არის ესე იგი სავსე ეს ნაშრომი. თავისუფლება ზოგს თავაშვებული ცხოვრების უფლება ჰგონია, ზოგს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეობა. უმთავრესი კი ავიწყდებათ იმიტომ, რომ ამ ცნებაში ხშირად გარეგნულ მიწიერ გაგებას გულისხმობენ და არ ფიქრობენ მის შინაგან პროცესზე, სულიერ თავისუფლებას. ზნეობრივი თავაშვებულობა ცოდვის მონობაა. წმინდა პავლე მოციქული წერს, თავისუფლებისთვის ხართ ძმანო ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომისთვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით მონებდეთ ერთურს. რაც შეეხება ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ზრუნვას, ხალხის სულიერი ამაღლების გარეშე იგი მეტად ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, რადგანაც ერი თავისი უმეცრებისა და უზნეობის ხვეპლი გახდებაო. ანუ აქ ნახეთ რა იგულისხმება, რომ წარმოიდგინე უზნეო ერმა რომ მოიპოვოს თავისუფლება, ესე იგი უზნეო ხელისუფლება უზნეობას დააწესებს და უწესობას და გარყვნილებას და ჩვენ ვიცით, რომ ერი რომელიც გარყვნილებაში ჩავარდა, იმათ ითხან არსებობა არ უწევია. ეს ისტორიული შედეგებია. პოლიტიკური თავისუფლება მძიმე ცოდვათაგან თავისუფლმა საზოგადოებამ უნდა მოიპოვოს. ნახეთ, აი მოდი გადავავლოთ საქართველოს ისტორიას, აი გივი მასწავლებელო. როდის იყო საქართველო ძლიერი ქვეყანა და მართლა დამოუკიდებელი და თავისუფალი და ასე ვთქვათ წარმატებული. როცა მისი მეფეები, ქვეყნის მმართველები საფრთხოდ ცხოვრობდნენ. ავიღოთ ჩვენი 4 უდიდესი მეფე, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარი, ეს განსაკუთრებული ეპოქა ჩვენი და გიორგი ბრწყინვალე, ეს 4 დიდი, აი რომლის დროსაც საქართველო ბრწყინავდა და იყო დიდი და ძლიერი. 4-ვეს დროს რატო იყო ძლიერი ერი და რატო იყო თავისუფალი? იმიტომ რომ მათი მიზანი იყო ქრისტიანული სრულყოფა, ანუ შინაგანი თავისუფლება, ცოდვათაგან თავისუფლება, ზნეობის დამკვიდრება. ეხლა მე ჩავონთვალე, ესენი ზრუნავდნენ, რომ რითი მოიპოვეს, მოდი ეს ძალაუფლება მოიპოვეს იმით, რომ ქრისტიანულად წმინდა ცხოვრობდნენ. თვითონაც ჩვენი მეფეები, ვინც მე დავასახელე, ისინიც ესე იგი სუფთად და გულწრფელად ემსახურებოდნენ ქრისტე ღმერთს და ქრისტე ღმერთიც აძლევდა მათ ძალას
ბრძოლისთვის, ერთობისთვის, გამარჯვებისთვის და აი ეს ყველაფერი მოვიდა ზუსტად ამით. აი განსაკუთრებით მოდი ვთქვათ, აი ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე. ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი ხანა. უბრალოდ გიორგი ბრწყინვალე აღადგინა ის ტერიტორიები, რაც თამარის დროს ჰქონდა და რა თქმა უნდა ბრწყინვალეა და ბრწყინავდა მაგ დროსაც საქართველოს. ეს ღვთის კანონია. ასე რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ამავე დროს თითოეული ჩვენთაგანი შინაგან სრულყოფას, შინაგან თავისუფლებას ითხოვსო. ნახე, თუ ჩვენ, აი მოდით პარალელი დღევანდელ დროს ჩვენ ეპოქაზე გავავლობ. როდის მოიპოვებს ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და გაბრწყინებას ჩვენიერი, როცა შინაგანად განთავისუფლება ცოდვებისგან. ანუ როცა დაიწყებს სინანული ცხოვრებას, რასაც ეკლესია მოუწოდებს, ანუ მართლმადიდებულ წიაღში, როდესაც ერი განიწმინდება ცოდვათაგან. აი ეს არის ერთადერთი გზა ერის წინსვლის. უფალმა კაცი ხატად და მსგავსად თვისა შექმნა, მაგრამ დაცემის შემდეგ ადამიანის სუფთა სულ შეერია სხვადასხვა ცოდვა და დაბინდა იგიო. ის, ვინც შეძლებს ცოდვათაგან განწმენდას, ხდება თავისუფალი. როგორც უკვე ვთქვით, ფორმულა უკვე ძალიან მარტივია და კარგად გასაგები. თავისუფლება რა არის? ცოდვათაგან განთავისუფლება. თავისი თავისუფალი, ღვთის მსგავსებით შექმნილი, თავის უვიწო სულის პატრონი რო გახდება ადამიანი. ამიტომაც წერდნენ ბრძენები, შეიძლება მონობაში იყო, მაგრამ თავისუფლება ვერ წაგართვან და შეიძლება თავისუფლებაში განცხრომით ცხოვრებდე და მონა იყო. თანაც იმდენი ბატონის, რამდენი მანკიერი თვისებაცა გააქვსო. ანუ შეიძლება პოლიტიკურად თუ აღარ მიწიერად იყო შერი თავისუფალი, მაგრამ ისე უზნეო ცხოვრობდეს ერი, რომ იყოს ჩაძირული ცოდვათა მორევში და აი შეიძლება ღირსეული, პატიოსანი, წესიერი, მართლმადიდებელი არასწორად დააპატიმრონ, სადღაც პატიმრობაში მიუსაჯონ, მაგრამ ხელზე ბორკილები ქონდეს, მაგრამ იყოს სულით ამაღლებული და გაწმენდილი და თავისუფალი. აი ამაზეა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა განთავისუფლეთ ცოდვის მძიმე უღლისაგან, როგორც ვთქვით, ეს შეიძლება მხოლოდ ეკლესიის მადლით. სხვანაირი მეორე გზა, რომ შევიძინოთ ჩვენ მადლი, რომ განთავისუფლეთ ცოდვებისგან, არ არსებობს, იმიტომ რომ ეს ადამიანმა ქცეულმა ღმერთმა შეძლო, როდესაც ზეციდან მიწაზე მოვიდა, შეგვიქმნა ეკლესია და ეს არის ერთადერთი დაწესებულება, ერთადერთი ერთობის ძალა, რომელსაც შეუძლია განწმინდოს ცოდვათაგან ადამიანი და განათავისუფლოს. აქ მღვდლის საშუალებით ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა ყველა ჩვენი უწმინდურების მიზეზის ცოდვათაგან განთავისუფლებისაო. აღსარებაში იტყვი და გაწმენდილი ხარ. აღსარებითა და ზიარებით პიროვნებაში ხდება სულიერი ფერის ცვალება, შინაგანი წონასწორობის აღდგენა. ჩვენ ცხოვრებაში დაშვებული გაჭირვება სინამდვილეში მოწოდებაა სინანულისა და განწმენდისაგან, ამბობს ჩვენი უწმინდესი პატრიარქ ვილიამ მეორე. იგია საშუალება ხანგრძლივი ძილისაგან ჩვენი გამოღვიძებისა და ღმერთთან დაახლოებისა. ხილმწუხარებაში ყოველთვის უხილავი მადლი იმალება. აქ ნახეთ რას ამბობს, როგორც შოთა ამბობს, კოკასა შიგან რაც აქვს, იგივე გადმოდინდებაო. ლალიმასწავლებელო, თუ შიგნით არა აქვს ადამიანს თავისუფლება სულში, გარეთ როგორ მოიპოვებს და როგორ წაიყვანს ეს ამისკენ. ეხლა იოანე ოქროპირის სიტყვები მოვისმინოთ, წმინდანის
როგორც თესლის აღორძინებისათვის აუცილებელია წვიმა, ისე ჩვენთვის ცრემლები. როგორც მიწას ჭირდება დამუშავება, რომ კეთილი ნაყოფი გამოიღოს, ისე ჩვენ სულებს წუხარება და განსაცდელი, რომ დარბილდეს ჩვენი სიმკაცრე და დაიძლიოს ჩვენი ამპარტავნებაო. ანუ ესე იგი, წვიმის გარეშე, მორწყვის გარეშე მცენარე ხო ფესვები გაუხმება და არაფერ ვერ მოგცემს შესაბამისად ნაყოფს. ასევე ეკლესიური ადამიანისთვის სინანულის ცრემლების გარეშე ვერანაირად ვერ განიწმინდება ადამიანის სული ცოდვათაგან და შესაბამისად ვერც გახდება თავისუფალი. ბრძენ თუ თქვამთ, ადამიანში სამი პიროვნებაა. პირველი, როგორ წარმოიდგენენ მას სხვანი, ანუ როგორი ვგონი ვარ მე სხვას. მეორე, როგორი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე ადამიანს, ანუ მეორე ჩემი, მე როგორი მგონი ვარ. და მესამე, რასაც სინამდვილეში წარმოადგენს. აი, წესით, როგორიც მე ვარ და სინამდვილეში რაცა ვარ, არც თქვენ იცით და არც მე ვიცი. ეს მხოლოდ უფალმა უწყის. ძალიან ბევრი რამე ადამიანმა თავის შესახებ არ იცის. ჩვენ რო ეს ვიცოდეთ, ჩვენი ცოდვები, ჩვენი ვნებები, რაღა გვიჭირდა ჩემო ძვირფასებო. როდესაც მთელი სიმართლე დაინახავს საკუთარ შინაგან სახეს, უკვე იოლად გადაჭრი მრავალ საკითხს. ადვილად იპოვი შენს ადგილს ცხოვრებაში. საკუთარი თავის ძიების პროცესში აუცილებელია წამოიჭრას მარადიული კითხვები. ვინ ვარ? რატომ ვარ დედამიწაზე? რა არის ჩემი მოწოდება? ანუ შეიძლება ასე ვთქვათ, რომ აი რა მისია მაკისრია წინაშე ღვთისა. ღვთისმეტყველთა განმარტებითა და ქრისტიანთა შეხედულებით ადამიანი ღვთის იდეა და ქმნილებაა ამ ქვეყნად. ყველაზე სრულყოფილი, მაგრამ მაინც განვითარებადი. სრულქმნის პროცესი პიროვნების თავისუფალინებით იწყება დედამიწაზე და შემდეგ მარადიულ სამყოფელში გრძელდება. კაცს აქვს თავისი დანიშნულება საწუთროში და ღვთის ნების განსახორციელებლად გააჩნია კიდევ შესაბამისი სასიცოცხლო სწრაფვა და მოთხოვნილება. ოღონდ ამისთვის საჭიროა მთელი ჩვენი შესაძლებლობის გამოყენება, ნიჭისა და მადლის გამომზეურება. ანუ ბრძოლით მიიღწევაო რა. შევეცადოთ გავხდეთ ნათლის მსახური, რამე თუ სადაც ნათელია, იქ ღმერთია და სადაც ღმერთია, გზაც არის. ესა უკვე სახარების სიტყვებია. მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მაგრამ ამ სიმაღლეზე რომ ავიდეთ, აუცილებელია გქონდეს ღრმა სინანული. ეხლა პატრიარქი გვეუბნება, რომ ჩვენ ვიცით, რომ მართლმადიდებლობა ასე ასწავლის, სინანულის განეშე გაწმენდა არ დაიწყება არანაირად. ესე იგი, იმისთვის, რომ მართლმადიდებელი განიხტოს, ანუ დაემსგავსოს ღმერთს, ანუ დაიწყოს ბრძოლა საკუთარ თავთან, ყველაზე მთავარი, პირველი, აუცილებელი პირობა არის სინანული ქრისტთა ცოდვათა. რა არის სინანული? სინანული გაწმენდა. გაწმენდის გარეშე კი ვერ მიუახლოვდებით ღმერთს. იმიტომ რომ ყველა დაცემულობაში ვიბადებით ჩემო ძვირფასებო. სინანული უპირველეს ყოვლისა საკუთარ სულში ჩაღრმავება. ეს არის სწრაფვა სულისა, აღიქვა საკუთარი თავი ისედაც, როგორიც იგი სინამდვილეშია. შეიცნოს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ანუ სინამდვილეში ყველა ცოდვილები ვართ, ყველას ნაკლი გვაქვს. აი ამ ნაკლს რომ იპოვი და შენ თავს დაარწმუნებ, რომ ცოდვილი ხარ, აი ეს არის ჭეშმარიტი სინანული. ჩვენ კი ხშირად თვალს ვადევნებთ ჩვენ სულში დაბუდებულ უარყოფით თვისებებს და თუ აღმოვაჩენთ მას, ადამიანური სისუსტით ვამართლებთ.
ასეთი განსჯა არასწორია და აშკარად აღუპვისაკენ გვიფიცქებს. აი უფრო მეტიც გეტყვით. გახსოვთ ჩვენ ეთიკის წიგნში გაბრიელ თიქოძემ გვასწავლა დიდმა ეპისკოპოსამ ადამიანიო მიდრეკილია რომ დამალოს თავისი ცოდვა. აი თავის თავსაც კი თითქოს არ უტყდება ადამიანი ამ ცოდვაში და მით უმეტეს ხალხის წინაშე ჩვენ არ წარმოჩენა კი არ გვეხერხება ჩვენი სუსტი თვისებების დამალვა გვეხერხება ზოგადი ადამიანური თვისებაა ეს და სამაგიეროდ ჩვენ შევეცდებით რომ კარგად გამოვიყურებოდეთ რაღაცა დადებითად წარმოვჩდეთ ერთმანეთთან ეს ზოგადი ადამიანური ესე ვთქვათ ხასიათია შენ არათუ უნდა ხედავდე შენში არსებულ ცოდვას პატრიარქი კი გვასწავლის არამედ უნდა გძულდეს იგი და ებრძოდე ხოლო თუ ცოდვა არ დაუმეგობრდი მას მაშ იცოდე სული შენი განსასწრებელია და მარადიული სიკვდილის საფრთხე ემუქრება შენ სულს აი რამდენი ადამიანია ვიცით შემოგვიფასებო ჩვენს გარშემო რომ ფიქრობენ რომ ეკლესიური ცხოვრება სულაც არ არის საჭირო ჩადიან ცოდვებს და თითქოს მიაჩნიათ რომ ეს არაფერს არ ნიშნავს სინანულის გამოვლინების მეორე საფეხურზე ადამიანი ცხოვრების შეცვლის გადაწყვეტილებას იღებს აი ფიქრობს რომ მორჩა დავანებე თავი აღარ უნდა მოვიბარო აი ვიწყებ ლოცვებს მორჩა გადავწყვიტე რომ უნდა დავანებო მოკლედ ჩემს მანკიერებას თავი და დავიწყო ახალი ცხოვრება ცხოვრების შეცვლა სათქმელადაა ადვილი ხოლო განხორციელება მისი მეტად ძნელიაო ასე ამბობს ჩვენი უწმინდესი პატრიარქი უპირველეს ყოვლისა უფალს გონების განკურნება და ჩვენი ფიქრის სიკეთისკენ წარმართვა უნდა ვთხოვოთ რადგან აზროვნებაზე მეტად ბევრი რამაა დამოკიდებული ცოდვა ხომ ჩვენ ჯერ გონებაში იბადება და მას თუ თავიდანვე არ შევებრძოლეთ გულში გადავა და მთელ ჩვენ არსებას მოედება ჭეშმარიტი სინანული კი ადამიანის არა მარტო აზროვნებას არამედ მოქმედებასაც ცვლისო ეგრე რომ კიდევ ერთხელ პატრიარქი ხაზს უსვამს რომ სინანულის გარეშე არანაირი საფრთხო წინსვლა არ არსებობს და ვერავინ ვერ მიაღწევს თითოეულ ჩვენგანს და მთელ ერში სინანულმა უნდა გაიღვიძოს სინანული აუცილებელია არა მარტო ჩვენთვის ქართველებისთვის არამედ ყველა ხალხისთვის მის გარეშე ერის და ქვეყანა სულიერად ყვდება თუ სინანული არ გაგვაჩნია ფიზიკურად აღიგვება პირისაგან მიწისა და მოისწობა ვითარცა სიცოცხლის ხისათვის უვარგისი გამხმარი ტოტი სინანული გადარჩენა რასაც მრავალი მაგალითი გვიდასტურებს მე ხა გამახსენდა რაღაც იუბილეო წელი იყო და პატრიარქმა სინანულის ესე იგი მოწოდება ჩაწერა მახსოვს და აი პირდაპირ წერია რომ გვაპატიო ერის სახელით ამბობს ჩვენ აბორტით დახოცილი ჩვენი შვილები აი ხა გამახსენდა ხო და მე პატრიარქი უწერია რომ ეს ცოდვა რო გვაქვსო და ეს ჯერ არ მოუნანიებია როგორ წავალ წინ როგორ მოგცემ შვილიერებას როცა ერში ტრიალებსო ფეხით მოსიარულე მამა გიორგი რას ამბობდა იცით ჩემო ძვირფასებო აი როგორი რამეაო ცოდვა აი შეიძლება მე არ ვაკეთებდი ამ ცოდვას მაგრამ ერში რო ეს კეთდება და დაკანონებული როა თან ერში ის ცოდვა აღტრიალებს აი როგორც მასა ისეაო მე იმისგან თავისუფალი კი არა ვარ თუ გახსოვს მე დიდი მიწისძვრებიც იყო და საშინელი მსხვერპლი და რამოდენიმე დიდი განსაცდელი და სასჯელი მიიღო ჩვენმა ქვეყანამ ხო და
აი ამას მოგვიწოდებს პატრიარქი და იქ ზუსტად ეს იყო ჩაწერილი შეგვინდე კაცის ყოლა, შეგვინდე შვილთა ყოლა, შეგვინდე და გვაპატიე დილსიტყვაობა, დედის გინება, ესე პირდაპირ წერ, ჩამონათვალიერეთ 5 წუთიანი, აი გული გაგიჩერდება ისეთი. და მაშინ პატრიარქმა ეს ჩაწერა და ეს იყო მთელი ერის ასე თქვა სინანული, რასაც ჩვენი ერი ჩადის და მინდა გითხრათ, რომ თუ დავაკვირდებით ჩვენს ახალ პატრიარქს შიოს, აი პირველი ბრძოლა რო იყვიან დაიწყო ზუსტად ამ სისხლიანი ომის წინააღმდეგ, რასაც ქვია აბორტების ქვეყანაში დაკანონება და რამდენჯერმე უკვე მკაფიოდ გაჟღერდა აზრი, რომ უნდა კანონიზირება მოხდეს, ანუ კანონი გამოვიდეს ამის აკრძალვის. ვიღაცები ამბობენ, კანონი რას გვიშველისო, მაინც შუმად გააკეთებენ. შუმად გაკეთება ერთია, ჩემო დანა მე კი ვიძახი, რომ ამით სულ გაჩერდება და აღარ იქნება. მაგრამ რაოდენობა ყველა ვარიანტში შემცირდება, განწყობა ყველა ვარიანტში შემცირდება და ყველაზე მთავარი, ერი ღვთის წინაშე უკვე ამ მხრივ პირნათელი იქნება. მას და ეხლა კიდე დაკანონებულია საკუთარი შვილების მოსწყობა და აბა ერისთვის ეგ კარგი როგორ იქნება. აი ამიტომ მიძახის თქვენი უწმინდესი პატრიარქი, რომ როგორც ადამიანი ინანიებს ცოდას, եղმაც უნდა მოინანიოს. ყველაზე სრულყოფილი სწავლება ქრისტიანობაშია. ვისაც თქვენს თავს მისცემთ მორჩილებისათვის, მისი მონები ხართ. როცა ცოდის მონები იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან. განთავისუფლდით რა ცოდვათაგან, სიმართლის მონები გახდით. ანუ ან სიმართლე, ან ცოდვა. და თავისუფლება ზუსტად სიმართლის ხარეზეა. ახლა კი როცა თავისუფლები ხართ, ცოდვისაგან და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმინდეა. ხოლო ბოლო, ამ ყველაფრის სიწმინდის ბოლო კი მარადიული სიცოცხლე. ანუ სამოთხე. ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი მარადიული სიცოცხლე. ჭეშმარიტად, თავისუფლებას ზეცად ახყავს ადამიანი. ანიჭებს რამას მშვიდობას, სიხარულსა და ბედნიერებას, მაგრამ თავისუფლების მოპოვებისათვის ბრძოლაა საჭირო. ბრძოლა უწინარესად საკუთარ თავთან და მასში ფესვგადგმულ მანკიერებებთან. ეს რთული პროცესია და იგი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. და ბოლოს იოანეს სახარებიდან სნად ჭეშმარიტი და ჭეშმარიტება მან განგათავისუფლეს თქვენო. ანუ მიიღეთ ჭეშმარიტი სარწმუნოება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლეთ ცოდებისგან და გახდებით თავისუფალი. აი ესე ამთავრებს თქვენი საყვარელი უწმინდესი ამ შეგონებას თავისუფლების შესახებ და ჩვენ ზუსტად ჩემო ძვირფასებო ვეფხის ტყაოსნობაში ზუსტად ესა გვაქვს განხორციელებული. შოთა რუსთაველმა ზედმიწევნით იცის აი ეს საღვთისმეტყველო განმარტებანი და თავარი გმირი ვეფხის ტყაოსნის ტარიელი ზუსტად ესე იგი კლავს ვეფხს, ატყავებს და ვეფხის ტყავით იმოსება. ალეგორიულად არაერთხელ მithქვამს, რომ ვეფხი არის სიმბოლო ადამიანის დაცემული ბუნებისა, ანუ მიწიერი მიდრეკილებისა, ანუ ცოდვითი მიდრეკილების მონა. მაგრამ ჩაიცვა რაზედ, ნიშნავს, რომ ამას დაუწყო ბრძოლა. ეგრე რომ ტარიელი ვეფხის ტყაოსანი არის მებრძოლი საკუთარ თავთან. აი რატო? იმიტომ რომ არ უნდა ცოდვის მონება. მას უნდა ნამდვილი ჭეშმარიტი თავისუფლება ღმერთში, თავისუფლება მარადისობაში, რომ განთავისუფლდეს ამ მიწიერი მარწუხებისგან, რომელიც არის სიკვდილი, ცოდვა და ის ძალა, რომელიც არ გვიშვებს ღვთის წიაღში, რომ ადამიანმა შეიგრძნოს თავი მარადისობაში და ესე იგი განიხთოს. აი ეს არის მთავარი სათქმელი და
კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აი ეს ძალა, რომ მივახციოთ ჭეშმარიტ ნამდვილ თავისუფლებას, პატრიარქს ესე წარმოუდგენია, რომ ერთადერთი გზა არსებობს. ეს არის საქართველოს ჩვენი დედა ეკლესია და რომელიც მოუწოდებს ადამიანს სინანულისკენ, ანუ სინანულის გარეშე ამის მიღწევა შეუძლებელია. მოდი ვნახოთ ახლა ტარიელი როგორი მებრძოლია. აი ამდენი ტირილი ვერ დაასახელებთ ვერცერთ ნაწარმოებს მეათედი ტირილი რო სადმე იყოს რამდენიც არის ერთხის თაოსნობაში. მეორეთნაირად ასე ვიტყვი ხოლმე ეს არის ცრემლის პოემა. ეს არის სინანულის პოემა, რომ განუწყვეტლივ ტირის ტარიელი. კაცი უძლიერესი პიროვნება, რომელსაც შეუძლია ლომებისა და ვეფხვების ცარიელი შეუარაღებელი ხელით დახოცვა, ზის და ტირის. და რას ტირისო, ნათქვამია, თავის ცოდვებს ტირის ჩემოთ ვიფასებო, უამრავი ცოდვები ჰქონდა, ვნებები გულში და აი ამ ცოდვების გამო ტირის. არ ჭამს, არ სვავს, არაფერს არ აკეთებს, მოსწყდა მიწიურ ყოფას, სიმდიდრეს, სილაღეს, მიწიებს, ყველაფერზე ამბობს უარს, განმარტოვებულია ბუნებაში და განუწყვეტლივ ტირის, რას ტირის? თავისი ცოდვების სიმძიმეს ტირის. და ევედრება ღმერთს, რომ აი ამისგან იყოს თავისუფალი. იმასაც კი ამბობს, ჩემთვის ხინია სიკვდილი გაყრა სულთა და ხორცისაო. ესე იგი, სიკვდილის უკვე იმისთვის აღარაფერია ამდენი სინანულისგან. რატო? იმიტომ რომ იწმინდება უკვე ადამიანი და როგორცვე სრულად განიწმინდება ტარიელი, უფალი მას უბრუნებს ნესტან დარეჯანს. და ადრე მე გითხარით, რომ აქ ზუსტად სატრფო და ღვთაება არის გაიგივებული. ანუ ნახეთ როგორცვე განიწმინდა ცოდვათაგან, ანუ ვნებათაგან სული განიწმინდა, მაშინ ვაძლევს სატრფოს, ანუ სულიწმინდის მაგ. ჩვენი მიზანი ხო სულიწმინდის მაგლის მოპოვება. სიცივე მათბობს შიმშილი მშველის. მარტოობას ხომ არაფრად ვაგდებ. ჩემი კუნძული უკაცრიელი ყოველთვის ხალხით იქნება სავსე. ბუნებრივად რაც მოვა ყოველგვარი სწავლების გარეშე, ხო აი ეს არის მხატვრობა. შეშლაში აღზრდილი უნდა იყოს, გიჟების მეტი რა. შეშლაში აღზრდილი ხარ. აი სიყვარულის ზარი. უფალო მოვდივარ, უფალო მოვდივარ. მე შეყვარებული ვარ, მე დედამიწა მიყვარს, უფალო შენ მიყვარხარ, მე ყველა მიყვარს. ირგვლივ სულის შემხუთველი ჩვეულებრიობა მეფობდა, ბოლშევიკური უღმერთობის ჩარჩოში გამომწყვდეული. პიროვნების უპირველესი მიზანი იყო ამ ტყვეობიდან თავდახსნა. სიცოცხლის პროფესიონალი უნდა იყო, უნდა ცხოვრობდე პროფესიონალურად რა. სუნთქავდე, უნდა ჰაერს პროფესიონალურად. სალამს უნდა აძლევდე რა, სულით პროფესიონალურად, რა ვიცი. მერე მოხდა ისე რომ მივატოვე გამოცდები ყველაფერი, ჩავჯექი ნავში, ხო აი რაღაცა გაწვალებს, ხო აი რაღაცა გინდა, ხო? ჩავჯექი რეზინის ნავში და მცხეთიდან გავცურე კასპიის ზღვაში. მე ეს არ მეყო. ველოსიპედი თბილისიდან წავედი ბათუმში და ერთ-ერთი პერსონალური გამოფენის დროს უცებ მზე შემოგორდა ეროვნულ გალერეაში. და დავიყვირე იქ გოგონებს შეეშინდათ კიდეც რა. უცებ დავიყვირე, ღმერთი მოვიდა მეთქი. და ღმერთო მოვდივარ შენთან. დავტოვე საგამოფენო დარბაზი და კითხვით ვიკითხე სადაა საპატრიარქო. შედი მზეში. მზე შემოვა შენში. მზესთან ერთად მეც შემოვა. მეც შემოვა შენში. აი ეს ნელ-ნელა ერთი წვეთი მომემატა, ორი წვეთი მომემატა, სამი წვეთი მომემატა, 4, 5, 6, 7 და ბოლოს სავსე ჭიქა
შემრჩა ხელში და ამ სავსე ჭიქით მივედი მის უნეტარესობასთან და უთხარი რომ ჩემი ჭიქაა თქვენი უნეტარესობაო რწმენით სავსეა და გამიშვით ფეხით იერუსალიმში გასაგებადაც რთული იყო, თანაც მყავდა პატარა შვილები, 2 ბავშვი. ეს არის 90-იანი წლები. გამატარეთ! წრე გარღვია ბორბლებიან სავარძელში მჯდომაში უახნის მამაკაცმა. მეც მომეცი გთხოვ, გემოდარები, მეც მომეცი, ხელები შემოეხვია ფეხებზე ჭაბუს. დამშვიდი. ნუ ხელა. მოგცემ. რა თქმა უნდა, შენც მოგცემ. ეს უთხრა და აჩუქა თავისი ფეხები. ვისწავლე ყველა აი ეს ქვეყნები რაც გავიარე მიყვარხარ ეს აუცილებელი იყო ეს იყო აუცილებელი აი მაგათ თურქეთი გავიარე სევიორუმ ყველას ეუბნები სევიორუმ თვლიან რომ ნუ მიყვარხარ ეუბნები მიყვარხარ ყველას მიყვარხარ აი თქვა სირია გაიარე ხო ბაჰებეკ ეუბნები ბაჰებეკ ხო და ყველა გიყურებს ბაჰებეკ კი ამბობენ რომ ვერ არის რა სიყვარულობა აუტყდა მაგრამ ამით შენ ამით იმით თავს იცავ ხო იმიტომ რომ უნდა ჩამოხვიდე ცოცხალი უნდა ჩამოხვიდე შვილები დატოვე ატირებული დედა ატირებული ცოლი შვილები ღმერთი სიყვარულია და მეც სიყვარულთან მივდივარი 4000 კილომეტრი როცა მიხვდები ერთ დღეს გენია შენ სამშობლოსთან არაფერია ანთებს სანთელს ახსენებ უფალს და გაუყვები გზას ულთენია ადამიანად ყოფნის სიმძიმე ამ ქვეყნად ჩვენი განაჩენია შეუძლია ისე დაღეჭოს, აი როგორ ჩვენ ვღეჭავთ ლუკმას, ხო? მე ეს არასოდეს არ ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ყარაკომის უდაბნო მქონდა გადავლილი ჩემს მეგობართან ერთად. ისრაელის ვიზა ჩარტყმული რო კონდეს სირია არ გაკიშვებს. და არის გაკეთებული იორდანიამდე. ვითომ მეგობარი მყავს იორდანელი, სწავლობდა კინოს რეჟისოროზე მოსკოვში და ბიჭი შეეძინა და მასთან მივდივარ. აი ეს იყო ჩემი სათქმელი. იმიტომ რომ გეკითხებიან სად მიდიხარ, რატომ მიდიხარ, ფანდურით რომ მოდიხარ და ჯოხით მოდიხარ და წვერით მოდიხარ, დერვიში ხარ. ქრისტიანებში პილიგრიმია. ფანდური ყველას იტაცებს, იმიტომ რომ მუსიკა არის ყველაზე დიდი ელჩი ადამიანებთან მისასვლელი, ხო? რომ ჩამოკრავ, გაიგე? უკვე ვიღაცა გაჩერდება და გეტყვის რა, ეს რა, შენ ეუბნები ეს არის ფანდური. მე ვიღაცა გამოჩნდება, მე ვიღაცას ეტყვის. მეტრო 40 იყო. იორდანიის მეფე და ცოლი ყავდა მეტრო და 90 და 12 შვილი ყავდა და ითვლებოდა უტვინეს მეფედ. ზოგი მანქანებს აგროვებს, ხო? ზოგი ბრილიანტი, ეს ლომებს აგროვებდა. ლომები ყავდა. და შემოღობილი იყო ეს ყველაფერი, რა და იმას დარაჯი ყავდა და რაღაცა, ხო? იმიტომ იქ რო გადასულიყავი და თქვათ იმ ლომისთვის რამე დაგეშავებია, პასუხს ლომი გერაგებდა. შენაგებდი, იმიტომ რომ რატო გადადიხარი? ხო და დარაჯმა მაჩვენა რა. მეუბნებოს, სად მიდიხარ? იქ ლომებიო და მაჩვენებს რა. ერთ 30 კილომეტრს ვიგებდი და 30 კილომეტრი სერიოზული მანძილია რა. ხო და მაშინ დამკიდა აი ეს ისა რა ქვია, კბილი და მითხრა რომ კაი წადიო და ეს კბილი მომცა რა.
და მაშინ უთხარი უფალს, უფალო, ოღონ ახლა გადამარჩინე და მე ესეც სისულელეს მეც არ ჩავიდე, იმიტომ რომ გამოცდი უფალს, ხო? და მივდიოდი ესე რა, ესე მივდიოდი და ვიძახდი, უფალო, შენთან მოვდივარ, უფალო, შენთან მოვდივარ, შენთან მოვდივარ, ეს ხელები მქონდა გაშლილი და მივდიოდი. 7 კილომეტრი ვიარე ესე. მე გაგონილი მაქვს, რომ როგორც კი შეხედავ თვალებში, შეგჭამს. რაღაცები მესმოდა, მაგრამ არ გამიხედია, აი ესე ვიძახდი, უფალო, მოვდივარ, შენთან მოვდივარ, მე შეყვარებული ვარ, მე დედამიწა მიყვარს, უფალო, შენ მიყვარ ხარ, მე ყველა მიყვარს. უფალო. მოვედი. და ერთადერთ რამეს გთხოვ. სიბრძნე მომეცი. პატა მოისწრაფიშვილის გულში უისრო საათებია და ღუზა ჩაშვებული. ესე იგი მან სძლია დროს. დაამსხვრია წუთი სოფლის ჩარჩო და ჟამყოვალ მზადაა სიყვარულის გასაცემად, სიყვარულის მისაღებად, სიყვარულის შესაქმნელად. ეს არის სიყვარულის უბანი და სიყვარულის უბნის სავიზიტო ბარათი, ნახატი. რომ ყველა მიხვდეს, რომ ცხოვრობს სიყვარულის უბანში. რომ ყველაზე დიდი ძალა სიყვარული. ყველა მოდიოდა და ყველა ხატა. პატარა და დიდი, აბსოლუტურად ყველა. სანთელ საკმეველი თავის გზას მაინც იპოვებს. სიყვარულის უბანს გაუმართ! გემუდარებით, გიყვარდეთ ერთმანეთი, არაფერი არა ეს ცხოვრება მეტი, დამიჯერეთ, არაფერი არა ეს ცხოვრება, გიყვარდეთ ერთმანეთი, გაუფრთხილდით ერთმანეთს. პატა მოისწრაფიშვილის ყოველი დღე დღესასწაულია. ყოველი წუთი სოფლის სიყვარული, მარადიულობაში თანაზიარი. ყოველი წამება ჯვარცმულის ცხოველს მყოფელობისა. ეჭვ შეუტანლად რწმუნება იმისა, რომ სიცოცხლე ჩვენი უფლის საჩუქარია და ის მოგვეცა მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულისთვის. თბილისიდან რა ჩამაქვს ბათუმში და ბათუმიდან რა ჩამაქვს თბილისში? ჩემი ჩანთები სიყვარულითაა სავსე. აქედან სიყვარული მიმაქვს და იქედან სიყვარულით ბრუნდები. მეტი რა უნდა წამოვიღო? ეს არის სიყვარულის ზარი. ესაა მისი სულის ზიახსახები. გარეშემცველი ყოველთა დაბადებულთა და შექმნილთან ურთიერთა. ესაა მისი სუნთქვის საიდუმლო სიმფონია. კბილმჟღერი და არაჩვეულებრივი. ეს მამა ბასილის მოგროვილია თავის ციკში გამოცემული. სინანული არის პირველი, როდესაც ხვდები არასწორს აქციას. აი შენი მიხვდი, რომ დილით ლოცვებს არ კითხულობ მოკლედ. და აი მიხვდი.
რომ ვიღაცას თუდად მოეკეცი, რომ დაამწუხრე და ნანობ ამას, როდესაც საკუთარ ცოდვას აღიქვამ და განიცდი მას. აი, განვიცადე. ეს არის პირველი. მეორე. იმედი როცა გაქვს, რომ ღმერთი გაპატიებს. იუდა მოციქულს იმედი არ ჰქონდა, რომ ღმერთი აპატიებდა. ამიტომ ჩამოიხრჩო თავი. ესე იგი, პირველი რომ შენ ხვდები შენს არასწორ ქმედებას და გინდა რომ გამოსწორდე, ანუ გაქვს სინანული ამის, შენი არასწორი ქმედების, მეორე, გაქვს იმედი რომ ღმერთი გაპატიებს. სინანული იმედის გარეშე სასოწარკვეთილებაა. აი ახლა ეს მოვიდა იუდას. სინანული იუდასაც ჰქონდა, მიაყარა ფული უკანა, თქვენი არაფერი არ მინდათო, ეს მართალი კაცი რატო დასაჯეთ. მაგრამ იმედი რომ არ ჰქონდა, ცარიელი სინანული იმედის გარეშე სასოწარკვეთილებაა და თვითმკვლელობით თავდება. როგორი ცოდვაც არ უნდა ჩაიდინო, უნდა გახსოვდეს, რომ ღმერთის მოწყალება დიდია, მაგრამ თუ იმის იმედად ჩავიდნენ ცოდვას, რომ ღმერთი გვაპატიებს, ეს იუდას აქციას დაემსგავსება. ასე კი არ უნდა გავაკეთო, მერე კიდე ჩავიდნენ კაცო და კიდე გავაკეთო. მერე კიდე ვიტყვი ახსარებაში, რა პრობლემაა. და ამ იმედით კი განა არ უნდა იბრძოლო, კი შეიძლება კიდე ჩაიდინო და კიდე იტყვი, მაგრამ არა ამ წინასწარი განზრახვით, რომ ჩავაბარებ, კიდე ჩავიდენ, ჩავაბარებ, კიდე ჩავიდენ. სანამ ცოდვას ჩაიდენ, ეშმაკი მოდის შენთან და გეუბნება, რომ ღმერთი მოაწყალია და გაპატიებს. მაგრამ ცოდვის ჩადენის შემდეგ გეუბნება, რომ ღმერთი სამართლიანად დაგსჯისო. ჩვენ პირიქით უნდა ვიფიქროთ, სანამ ცოდვას ჩავიდენთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი სამართლიანია და ჩვენი ცოდვის გამო სასჯელი მოიწევა ჩვენზე. აი, დაუსვა თუ ამ ცოდვას ჩავიდენ, მერე უკვე სასჯელი წამომია, ამიტომ მოდი რა განვიდა, რა გამანებით, რა ხალხო თავი. მაგრამ თუ მაინც ჩავიდინეთ ცოდვას, ვიფიქროთ, რომ ღმერთი მოწყალია, უნდა მივიდეთ ახსარებაზე, მოვინანიოთ და გვაპატიებს. ეშმაკი პირიქით ამბობს, ჩვენ სწორედ უნდა ვიფიქროთ. მესამე, ცოდვის სინანულით ახსარება. ანუ ხო თქვით, ესე იგი, გვაქვს სინანული, ჩვენი არასწორი ქმედების, მეორე გვაქვს იმედი, რომ ამას გვაპატიებს ღმერთი და მესამე ახსარება. მარტო სინანულიც არ კმარა. აგერ ხო ხედავთ, უკვე გამოჩნდა მწვალებლური აზროვნება, რომ თითქოს ახსარება რაღაც საჭიროა, მარტო სინანულითაც გადარჩება, რომელიც არ არის სწორი. ეს ჩვენ უნდა სინანულის და ახსარების ზიარების გარეშე ცხონება არ არის. ცოდვა სიამაყით არ უნდა ვაღიაროთ, არამედ იმ განწყობით, რომ ნეტავ არ ჩაგვედინა. ეს უკვე სინანულით ახსარება. და ბოლო მეოთხე, გადაწყვეტილება, რომ აღარ გავიმეორე. აი ეს უნდა ახდეს თან ახსარებას და სინანულს, თორე კიდევ ვიმეორებ, შენ თუ იმ განზრახვით მაინც აბარებ მერე და კიდე ჩააბარებ და რა მოხდება, ასე ეს არ არის. თუ დღეს ნანობ და ხვალ აპირებ, რომ იგივე გააკეთო, რა აზრი აქვს ასეთ მონანიებას? შეიძლება იგივე ცოდვა ჩაიდინო კიდეც, მაგრამ თუ გადაწყვეტილი გქონდა, რომ არ ჩაგედინა, ეგ კარგი. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ამ ცოდვაში აღარ ჩავარდრეთ. აი, ეს არის დღევანდელი დასკვნა, თავისუფლება, მამა ზაქარია და როგორც პატრიარქმა გითხრა, რომ თავისუფლება მოდის მხოლოდ და მხოლოდ სინანულით, მხოლოდ ცრემლებით, თვის და ცოდვათა. თქვენ თუ შეიძლება რომ შემოგვაშველებთ. მოგესალმებით, საღამშვიდობისა, ვეთქვა დაგლოცოთ, გაიხარეთ. მოკლედ, პირველივე წუთიდან თქვენთან ვიყავი, მაგრამ რაღაც ისეთ უხერხულ სიტუაციაში ვიყავი და შესაბამისად ვერ ჩავერთე და ისა გისმენდით მოკლედ რა თავიდანვე და ხო, საინტერესო ძალიან ესეთი გადასარევი ის იყო, რა ქვია, ლექცია. ძირითადი საკითხი ზოგადად მართლმადიდებლობაში, აი ფუნდამენტი შეიძლება ითქვას, სულიერი წინსვლისთვის არის თავისუფლების მოპოვება პირველ რიგში. თუ თავისუფლების განცდა არ გაქვს, ანუ თავისუფლების როგორი მომენტით, იცი, ანუ შენ რო
ხარ ანუ ღვთაებრივი მადლის მატარებელი, ამის განცდა თუ არა გაქვს, მაშინ გაგიჭირდება. ნახე, ეშმაკი ყოველთვის ცდილობს რას, იცი? აი, რაც ყველაზე მეტად ადამიანებს აბრკოლებს არის ნიჰილიზმი. ანუ რისი განცდა, იცი? მე მაინც ცოდვილი ვარ და. ნახე? მე ახლა ამეშველება. ახლა მაინც კი ჩავიდენ და მაინც კი დავეცემი და და აი როგორი მომენტი იცი თუ მაინც ესე იქნება ეშმაკი შტაგაგონებს მაშინ მოდი რა ჯერ არ გეჩქარება მე ბოლოს ხე სწორად თქვი შენ რა აი როგორ არის რა აი მის განცდა რომ ღმერთი მოწყალია და ასე თქვა გაპატიებს არავითარ შემთხვევაში ანუ ნახე ყოველთვის უნდა იყოს ადამიანი ესეთ აზრზე რომ შენ ხარ უნიკალური ანუ შენ ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთისთვის და შენი დაკარგვა არ უნდა მივხვდით და ამ შემთხვევაში როცა შენ ეს განცდა გააქვს მაშინ ვალდებულებას გრძნობ პასუხისმგებლობას გრძნობ ღვთის წინაშე რომ შენი გასაკეთებელი გააკეთო ანუ თავისუფლება არის ზუსტად შენ ფლობ საკუთარ თავს საკუთარ ცნობიერებას საკუთარ მიზანს ასე ვთქვათ ისახავ და მიდიხარ მისკენ მაგრამ ეშმაკი როგორც აი კიდე უფრო მათ რო შევიდეთ ეშმაკი რასაკეთებს იცი აი ერევა შენ მიზნის ასე ვთქვათ სწრაფის პროცესში მიზნისკენ სწრაფის პროცესში ერევა და მაქსიმალურად გიშლის ხელს რომ აი ხე მაინც არ გამოვადა და ეს ადამიანს სიამოვნებს ერთგვარად რისთვის სიამოვნებს იმისთვის რომ ანუ თავისუფლებაზე თქვა სხვარი და შესაბამისად ცოდვა რომელიც შემოდის მის ცხოვრებაში დაეთანხმოს და ამით ისიამოვნოს ხო ანუ სიამოვნების მოყარეობის განცდა ადამიანში უკვე ასე თქვათ აკნინებს თავისუფლებას ხო ანუ ნახეთ ადამიანი რომელიც ამბობს მე თავისუფალი ვარ რასაც მინდა გავაკეთებ ნუ ახლა ბანალურია რა თქმა უნდა ვიცით ყველამ რასაც მინდა იმას გავაკეთებ ამ შემთხვევაში უკვე ივიწყებს თავს ივიწყებს თავის თავს იმ უფლებებს რაც აქვს და ის უფლება რაც აქვს რომ შეეწინააღმდეგოს ცოდვას აი უფლება სიტყვა ნახე უფალი ის უფალი რომელიც ეწინააღმდეგება ეშმაკს შენში შენ მასე აბობუარს ანუ უფლება ამ შემთხვევაში უფალიც არის შენში ანუ სინდისია შენში ნახე ამ სინდისია საუბარი რომ შენი უფალი შენ ასე ვთქვათ გახსენებს იმას რომ ამ შემთხვევაში ჯობია რომ ესე მოიქცე მაგრამ შენში არსებულ უფალს ანუ შენ თავის უფალს ანუ შენ სინდის ცოტა ხანს გვერდზე მიდებ ამას მეორენაირად საკრობა ქვია ანუ როგორ მომენტი იცი საკუთარ თავს ატყუებ ყოფილა შემთხვევა რომ ცირა ჩავიდე ხა ცოდვას არა უშავს არავინ მიყურებს და მე წეღან ლექსომ რაც აღნიშნა იქ გადაგებაში ანუ რა იყო რომ აი მე წავალ და მოვინანე მიხდი ეხა არა უშავს ეხა მამაო მე ეს იქიდან ვეტყვი ან აქედან ვეტყვი და ყველას ქონია ეს განცდა ყველას ქონია ეს გავსი რაღაცა იმიტომ რომ ნახეთ რა მომენტში ევართება ადამიანს ეს როცა უჭირს რაღაცა ცოდვაზე უარის თქვა აი ხო აბა გაიხსენეთ ხო ყველა ადამიანს აქვს ეს განცდა რაღაცაზე უჭირს თქვა აი მაგალითად ელემენტარულად ავიღოთ მარტივი აი სიგარეტის მოწევა რაც არის დღეს სენი ზოგადად კაცობრიობის და აი ვეკითხები მაგალითად ადამიანს აი ვეუბნები რომ არ მოწიო სიგარეტი და ნუ იცი რა ვერ ვანებებ თავს ნუ ვერანებებ ანუ ეს სიტყვა ვერ ვანებებ ანუ რა გამოდის რომ მე დავნებდი ანუ ჩემი უფლება ჩემი უფალი ჩემი სინდისი მივიდა გვერდზე უხები დავნებდი რა ანუ ეს არის უკვე ზუსტად მონობა რაღაცის ხო არ აქვს თავისა შენისა კერპი არც აყოლადე მსგავსი რაც არის ცაში რაც არის მიწაზე ზღვაში თუ ასე შემდეგ ხო რაც ჩვენ ცნება რა გვაქვს თავარი ხო ადამიანები ასე ვთქვათ ჩვენ ზოგადად ასე უყურებთ რომ პირდაპირ მაინც და მაინც ახლა ვიღაცა უნდა მოვიდეს და დაგვადოს იარაღი თუ რაღაცა ხვალი ყელზე ისერზე და გვითხრას რომ აი უარყავი ქრისტიან არ უარყვა ამიტომ ნახეთ ეს შამა შენ თვითონ უკეთებ შენ თავს შენ თვითონ
შენ თვითონ აკეთებ არჩევანს, რა ვქნა ახლა უფალი, ანუ ჩემ უფლებაზე უარი თქვა და დავემორჩილო მას. რაღაცას ემორჩილებ. არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება $2 გაიყიდო, შეიძლება იმ სიგარეტზე გაიყიდო. ის სიგარეტი გინდა თუ არა მე მინდა რა. ახლა მე ბევრი შემთხვევა მაქვს ზოგადად. რომ დავაყენე საკითხი, ხო, მაგალითად ხდება ესეთი მომენტი, რომ მოვიდა ადამიანი და უნდა ეწევა სიგარეტს. ნუ მინდა რა ვიარო ეკლესიაში და ნუ თავიდან მზაობა რომ მაგალითად ვანებებ სიგარეტს, მინდა რომ დავანებ თავი და შემიწვე ხელი. აი მეუბნები, აბა შენიცი, აბა ცოტა შეამცირე, მოდი ისე რომ შენ არ იფიქრო რომ აი რაღაცა ჩვენ გაგდებთ ეკლესიიდან, გაზიარებ 1 თვე, 2 თვე, 3 თვე და მე რა შევ ადამიანი ნახე, მაგალითად ბევრს ასე დაემართა, რომ ეს მე მაინც კი მაზიარებს და ნახე აქ უკვე იკვეთება ადამიანის რა ორუფლებრიობა. ანუ ნახე ორი ბატონის მონობის პროცესი. რადგან ამბობს ქრისტე, ხო, ან უნდა იყო ერთის მამონას მონა, ან უნდა იყო ღმერთის. ანუ შეუთავსა ადამიანმა შეუთავსა ცოდვა ქრისტიანულ ცხოვრებას. შეუთავსა. თვითონ გააკეთა. და აი ასეთი ადამიანი ვერასოდეს ვერ პოვლოს თავისუფლებას. რო გამოვაცხადე ხა კაცრად, всё. აღარავინ აღარ ეზიანება. თუ სიგარეტს მოწევს. ბევრმა გამომიგზავნა სწორები, გამომიგზავნა მომჩივნები, გამომიგზავნა მოკლედ შუამავლები. ან ნახე, მოუწევდათ არ მაზიანოს. ვიხდით ანუ ეს აი კლასიკური მაგალითი იმისა, რომ ადამიანი ართმობს, ანუ არ ელევა იმას, რაც მისთვის არის დამღუპველი. ნახე, ეს პროცესი მიმდინარეობს ადამიანში, რომელსაც არ აქვს თავისუფლება. ის შეიძლება იყოს ეკლესიის წევრი. ჩვეულებრივად იყოს, შეიძლება სხვაზე ბევრად კულტურული იყოს, ბევრად სხვა რაღაცებში კარგათაც მარხულობდეს, ეს თავაზიანიც იყოს და ყველანაირად. მაგრამ აი ეს დამოკიდებულება მას უკვე ყველაფერს ართმევს. და თუ ადამიანი არის რაღაცაზე დამოკიდებული, ის ვერ იპოვის თავისუფლებას გამორიცხული. ვენახის კეთება ჩვენში გუშინდელი საქმე არ არის. ჩვენებური გლეხი ადგილის კაცია და რიგიანი ადგილის მოძიება არ გასჭირვებია. მან ისიც კი შენიშნა, რომ ვენახის გასაშენებლად ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს ფერდობი წარმოადგენს. მაგრამ ვინაიდან ძლიერი წვიმების დროს ნიადაგის ჩამორეცხვით ვას გარკვეული საფრთხე ემუქრებოდა, ქართველმა კაცმა შექმნა ტერასული მევენახეობა. ამ მეთოდით მოხდა მთის დაქანებულ კალთებზე ახალი მიწების ათვისება. ტერასულმა მევენახეობამ განსაკუთრებული განვითარება მესხეთში ჰპოვა. ასეთ ხელოვნურად დაქანებულ ქვისკედლიან ოროკებს შესაძლოა 50 და მეტი სართულიც ჰქონოდა და მთის ციცაბო კალთაზე 200 მეტრის სიგრძეზე ყოფილიყო აღმართული. უძველეს ტერასებზე ვენახები დღეს მხოლოდ ატენის ხეობაშია გაშენებული. აქ ხვდებით არა მარტო ქვისკედლიან, არამედ უკედლო, დაბაქნებულ ტერასებსაც. ყურძნის სიმწიფეს გლეხი ჯერ თვალით ამჩნევს. შემდეგ გემოს უსინჯავს. ბოლოს გაჭყლეთს მარცვალს და წვენის სიტკბოს წებოვანობით გებულობს. ქართველი ეს არის შემოდგომის გვირგვინი და მთელი წლის ნაღვაწი და ნაჯაფი ადამიანი აი სწორედ შემოდგომაზე მოილხენს, როდესაც აი დაკრიფავს ყურძენს და დააბინავებს მას მარანში. აქ ბრძანდება ატენის სიონის იღუმენი კოზმა მოძღვარი, რომელიც აღასრულებს სპეციალურ ლოცვას, რომელიც ქრთველის დროს აღესრულებოდა ხოლმე. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა აკურთხოს რთულობა ესე, ღმერთმა აკურთხოს ნაყოფი ვენახის ამისა, ბარაქა ხვავი არ მოაკლოს და მიმღებელი ამისი იყოს მწყალობელი ღვთისა, მიმღებელი ამისი იყოს მაკურთხებელი ყველასი და შემყარებელი ყველასი. მამისათა, ბაძისათა, სასურველია თუ დაკრეფისას მოხდა ყურძნის გადარჩევა.
დაზიანებული მარცვლები ვნეებს ღვინოს. ერთი აკიდო აჭერით ხო? ყურძენი რაკი მოიკრიფა და გადაირჩა დასაწურავად მიდის. ამისათვის ჩვენში იყო ან ხისნავი, ან ქვითკირის საწნახელი. ფეხით წურვა ყურძნისა ბევრად ჯობია საქაჯავით წურვას. რადგან ფეხით წურვისას უფრო თანაბრად ისრისება ყურძნის მარცვალი და წიბწა მარცვლისა, ესე იგი ყურკა ყურძნისა არ იჭყლიტება, რომელიც თავის მხრივ წყლარტავს და ამწარებს ღვინოს. დიდებული განცდა როცა ყურძენი იწმება. არ შეიძლება ფეხი რომ პირდაპირ მუხლებამდე ჩაეფლოს. მაქსიმალურად უნდა გადაიტკეპნოს ზემოდან, ერთი გადავლა ხდება მერე მეორე გადავლა, მერე ჭაჭის ამოტრიალება. ცოტა ძნელი. არ მეკონა. კი. ძნელია, მაგრამ ალბათ ოფლიც უნდა იყოს შიგნით ცოტა, ჰა? კი, აუცილებლად. აბარა. ჩვენში ღვინის დაყენებისას ქვევრში ტკბილს ამატებენ ჭაჭასა და კლერტს. პირველ რიგში იგი ხელს უწყობს დუღილის პროცესს. ასევე აძლევს შეფერილობას, კეთილ სუნოვანობას და გამძლეობის ღონეს. მაგრამ აქ საჭიროა დავიცვათ ზომიერება, რადგან გადაჭარბებული ჭაჭა და კლერტი ვნეებს ღვინოს. ამაზე იტყვიან ხოლმე დასწვავსო ღვინოს. დუღილის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სითბოზე და წვენის სიტკბოზე. სულ ნაკლები 4 დღეა და მეტი 2 კვირას ძნელად გადასცილდება. როცა ბუყბუყი აღარ ისმის და ბურთს აღარ იკეთებს წვენი, დიდი დუღილი გამქრალია. შემდეგ დუღილი სუსტდება და ბოლოს სულ მისწყდება. ამის შემდეგ ჭაჭა ზემოთ წამოვა და თავზე მაგრად შეიკურის. ამ ქუდს სტეხენ და დაურევენ. დუღილი ხელახლა იჩენს თავს. ამ დუღილში ზემოთ მოქცეული ჭაჭა და თხლე თანდათან ძირს ჩადის და ღვინო იწმინდება. ღვინის დაყენება დიდადაა დამოკიდებული ქვევრის სიავკარგეზე. ქვევრის სიკეთისათვის კი საჭიროა კარგი თიხა და მისი კარგად გამოწვა. ეს არის სოფელი მაქათუბანი და ჩვენ ახლა ვართ ზალიკო ბოჟაძის სახელოსნოში. ყოველწლიურად მაქვს საქმიანობა ქორასთან, 50 წლის განმავლობაში. ფუტკრის ცვილი დნება აი ამ თუჯის ქვაბში, გადნება, გამზადდება ცოტა ხანში და დავიწყებთ აი ამ ქვევრებში გამოსმას, ქვევრების შიდა ზედაპირის გამოსმას. ეს ტრადიცია არასდროს არ შეწყვეტილიყოს, არც ამ ოჯახში, არც ჩემს ოჯახში, არც საქართველოში. ესე გადაშმოყოლოს. მაშინ ჩავასხი, ეხლა წერს როგორი იქნება ღმერთმა უწყის. როცა ხრი, მაშინ არის ძალიან მაგარი. აი ამ პროცესს ქვია ღვინის გაღვიძება. ანუ ყველში ღვინო არის დაძინებული, სინავს. თუ გინდა რომ ის ფხა, ის შუშხუნი, ის გაზი, ის არომატი მიიღოს, გააღვიძებ ესეთნაირად ღვინოს. აი მის შემდეგ ამოიღებ, საერთოდ წამოვიდებთ უფლის ფარველობის ქვეშობად. ეს ოჯახი, ჩვენი ოჯახები და სრულიად საქართველო. ოდნავ მომწვანო ტონი გადაკრავს, ძალიან ცქრიალი ახასიათებს.
შეიძლება თქვას რომ არის შუშხურნა ღვინო, მშრალი ღვინოა აბსოლუტურად, მაღალხარისხიანი აქვს ხილისა და რაღაცა ყვავილების, მინდვრის ყვავილების საოცარი სურნელი. იმერეთის ნიამო თგილო როგორაც მაღა ჩვენ ახლა ვართ მეთუნე გურამი თაბაგარის ოჯახში, რომელიც ძალიან განთქმული მეთუნე არის. იმერეთის ნიამო თგილო როგორც მაღა საქართველოში შემოსული მტერი ქართველებს ებრძოდა, ჩვენს მართლმადიდებლურ ტაძარ მონასტრებს არბევდა და ანგრევდა და ვენახებს პირწმინდად ჩეხავდა. როდესაც ქართველი ადამიანი წავიდოდა ბრძოლაში, აი ჩოხის მასრებში, თუ კი ამისი დრო იყო, წელიწადის ის დრო იყო, ჩოხის მასრებში აჭრიდა თავისი ვენახის კვირტებს, რქებს და ჩაიწყობდა ამაში, რომ თუ ვინიცობა მობრუნდებოდა უკან და გაჩეხილი დახვდებოდა მისი ვაზი და ვენახი, ხელახლა გაეხარებინა. ჩვენ მართულმა ისტორიამ არ მოგვაცალა, რომ სწავლის გზა გვეკაფა და მეცნიერების სახო გამოგვეღო. ამ მხრივ ჩამოვრჩით დანარჩენ კაცობრიობას. ჩვენც დავდუმდით და უცოდინრობა მსჯელობა შეგვიშინა. გამბედაობა გამოგვაცალა. არადა რასაც ჩვენებურ ღვინოს წუნად უთვლიან შინაური თუ გარეული ოსტატები, სწორედ იგი ნაკლია ღირსება ჩვენი ღვინისა. უცხოეთიდან ნიაღვარივით შემოიჭრა ჩვენში ხელოვნური მეთოდები. ბუნებური ღვინის დაყენება ქიმიურმა ღვინის გაკეთებამ შეცვალა. შანტალიზაცია, სიმჟავის დასაკარგად ღვინოში თაბაშირის დამატება, გალლიზაცია, სითბოს მოსამატებლად შაქრის დაბრა, ფუქსინიზაცია, ღვინის ხელოვნურად შეფერილობა, შეელიზაცია, გამძლეობის მოსამატებლად გლიცერინის შერევა, პეტიოტიზაცია, დაბევრების მიზნით ღვინოზე შაქარწყლის დასხმა. ბევრი ჯერ ხის კასრმა შეცვალა. ხერკინა, რკინა მინისტარამ და ბოლოს პლასტმასების ნაირსახეობამ დაიპყრო ჩვენი ყოფა-ცხოვრება. მართალი, ქართული ღვინის არსებობა სერიოზული საფრთხე დაემუქრა. მეტიც, იმასაც მოვესწარით, რომ ქართველმა კაცმა საკუთარი ხელით აჩეხა მამაპაპის ნალოლიავები ვენახი. უფალო შენი გვაქვს იმედი. ფეხზე დააყენე ჩვენი მამული. მოგვეც განახლების ძალთა ღონიერება. ეს არის მთელი ჩვენი შემეცნება. მიკრო სამყაროში გადმოტანილი მაკრო დიდი სამყარო. და ამიტომაც ქართველი ადამიანისათვის ყველაზე გულდასაწყვეტი და მტკივნეული იყო ვაზის გავერანება, ვაზის გაჩანაგება, განადგურება. ეს სხვა არაფერია თუ არა შახ-აბაზის, აღა-მაჰმად ხანის და ასე შემდეგ ჩვენი დიდი მტრების საქმის გაგრძელება და სამწუხაროა რომ ზოგიერთი ადამიანი ამაში ჩაერთო როგორც მთავრობიდან, ისე გლეხობიდანაც გამოსდნენ ამის მსურველები.